ნისლი ჩამოწვა. ორას 300 მეტრში ფაქტიურად აღარაფერი ჩანს. თანდათან იბერებიან ბურთები ამ ჩემი საგვილა ჰორტენზიის. ნახეთ რა მხელები ხდება. იზრდებიან. აქ ეს ნახეთ შტამბის ფორმას ვაკეთებ შიგნით. შიგნით მინდა ავწიო. და თვითონ ამასაც ბუჩქსაც საგვილა ფორმა მივცე. მაგრამ წელს ექსპერიმენტად მეორე ტოტიც გავუშვი, დავტოვე ეს ამოსული და შეცდომა დავუშვი, ეს იქნება დასამოკლებელი. და რაც უფრო ახალგაზრდა და რაც უფრო მოკლედ გადავჭრით, ორ კვირზე გადავჭერი, კვანძიდან, საიდანაც გამოდის, მით უფრო დიდ თავებს იკეთებს. სხვადასხვა მინდა გითხრათ, რომ ეს ლაიმლაითი აი ახლა წვიმებია გადაბმულად, ნისლიც გვაქვს, თავებს მაინც ინარჩუნებს, შეხედეთ? მაღლა უჭირავს და შევარდისფრებაც დაიწყო, იმიტომ რომ ჩემთან, როგორც თქვენთან ვფიქრობ, ღამის და დღის ტემპერატურას შორის არის ცვლილება. აი ხა მინდა გაჩვენოთ მეორე ჰორტენზია, ესეც, ეს გაცილებით ახალგაზრდა, მეორე წელია, თუ არ მეშლება, რაც აქ არის, ეს არის vanilla fries. შეხედეთ, პატარა თავი აქვს, მაგრამ წვიმებისაგან დაწვან. ეს კარგად წითლდება ლამაზად, ესეთი ჟოლოს მურაბა რომ მოვასხათ ნაყენზე, ესეთი სილამაზე ექნება ამას, მაგრამ აი ხო ხედავთ. ისინი ჯერ არ შევსებულა და ჯერ არ დაწოლილა. ამას სჭირდება მაინც ასე თუ ისე საყრდენი. რაც არ ჭირდება იმ ჰორტენზიას ლაიმლაითი დამწყებებისათვის ძალიან კარგია, რომ ისწავლოთ გაკრეჭვა, ყველაფერს გპატიოთ. ლიატრისებმა დაიწყეს ზოგიერთმა ბუჩქმა, რომელმაც ადრე დაიწყო ყვავილობა, უკვე გადაყვავილებისკენ მიდის. მარტო თავებს გადავაჭრი, გადაყვავილებულს რო თესლზე არ იზრუნოს და დანარჩენ ღეროებს, როგორც შროშანების შემთხვევაში დავტოვებ, რადგან ღეროებში დაგროვილი საკვები ნივთიერებები მიეწოდებოდეს ბოლქვს და ბოლქვი იზრდებოდეს. ეხლა ვიმყოფები მეზობელთან, ფაქტიურად კარის მეზობელთან ბაღში. ეს კვიდოების ღობეს აკეთებს, ცოტა ზემოთ უნდა კიდე გაზარდოს და მერე გადაჭრას. აქ ჯერ კიდევ აკეთებს ამ კვიდოებთან კლუმბას. აქ ცოცხალი ღობე გაკეთებული. ეს არის ბრაბანდი, ტუია. იმ ცოცხალი ღობე მაგისგან აქვს და ეს აქვს აი სახლის წინ. ჯერ ეს სამი ნეკერჩხალი ჩარგა. ნეკერჩხალი ცოტა ესეთია.
პრეტენზიული, ნახა რომ კერჩხელებმა გაიხარეს, დაუმატა კიდე 3. ეს არის ჰორტენზია, რომელსაც ფერტილური და სტერილური ყვავილედები აქვს ერთდროულად. ჩემი ჰორტენზიები გინახავთ, ერთ შევსებული თავებით არის, ის არის სტერილური თავები. ესაც საგულა ჰორტენზია ფერტილური ყვავილედებით. ჯერჯერობით კიდე პროცესია. იქ არის პატარა მიწა, აქ აქვს პომიდორები, ეს დედამისი ზრუნავს ამაზე, ლობიოები, უკან აქვს ბოსტანი, ხო ცოტა ტალახი იქ ვერ გავალ, მაგრამ ვფიქრობ, რომ აი იქ წინაც ტუიების წინ, რავანდების წინ რაც გაიზრდება და კომპოზიცია შეიკრება, იქნება ძალიან ლამაზი. ჩემსავით ისიც მარტოულის ბაღს, დედამისი ბოსტანს, ასე რომ ყველაფერი შესაძლებელია ჩემო საყვარელო მებაღეებო. სხვათა შორის ჩემი მეზობელიც ჩემსავით სანამ მიწა არ შეეძინა არაფერი ცოდა მებაღეობაზე, არაფერი არასდროს უკეთებია, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია. ზერო თამამად ავისრულოთ ოცნებები. ესე იგი გადავწყვიტე ბორდიურიდან 30 სანტიმეტრს დავტოვებ. აქ სახლიდანაც ხრეში მაქვს აქ ჩაყრილი 30 სანტიმეტრი დარჩება. სახლიდან არა ატმოსკას რა ქვია ქართულად. და კვლებს გავაკეთებ, 2 კვალი იქნება. აქეთ და იქით. კვლებს გავაკეთებ 70 სანტიმეტრით გავზომე. ერთი მხრიდანაც შემიძლია მივწუდე ბოლომდე, რომ არ ვიწვალო და შუაში 90 სანტიმეტრს გავაკეთებ გზას. რადგან თუ თქვათ აი დიდი ფოთლოვანი მცენარები, რომლებიც ნაპირიდან გადმოდის, ერთად ყაბაყი ან რაღაც ეგეთი ჩავრგე, იმის ფოთლები რო გადმოვა ამ ამაღლებული კვლის პირიდან, რომ მე გასასვლელი ადგილი მაინც დამჩეს თამამად და თან რომ ურიკით გავიარო ხოლმე. მეთქე ესეთი გადაწყვეტილება მივიღე. ეხლა ესე მოვზომე. ვიყიდე ბარგალკა, ხის საჭრელი დისკით და გაჩვენებთ როგორ გადავჭრე. აი ამ ფიცრების გადასაჭრელად ვიყიდე აი ეს გრაინდერი, კუთხის საჭრელი ბარგალკა, იმას ბარგალკას ეძახიან და ვიყიდე აგრეთვე ხის საჭრელი დისკი. ნახოთ რა გამომივა და როგორ იმუშავებს ეს ყველაფერი იმაზე, რაც მე მაქვს ჩაფიქრებული. ნისლი ნელ-ნელა გადადის. უცებ ჩამოწება ხოლმე, ხო ვიცით მთაში ნისლი და უცებვე გადაივლის. ესეც ჩემი მეზობლის ბუდლიდან მოპარული თესლით. გამრავლებული ბუდლია. ეხლა არის მე რა ქვია მათ? ეს არის ლავანდერ შიფონი ჰიბისკუსი. ჰიბისკუსების ყვავილობის პერიოდია. ჯერ ესაც აქ პატარა არის ახალგაზრდა, მოიკრებს ძალას. აი ჩემი ნანდინა ბამბუ ვფიქრობ მას აქ არ მოსწონს. უწერია რომ ზე უყვარს, მაგრამ ჩემი მზე არ მოსწონს. სავარაუდოდ ამას ცოტა ისეთ ადგილზე გადავიტან, სადაც დღის თქვათ რაღაც
რამოდენიმე საათით ექნება მზე, ესეთი მკვეთრი მზე და დავაკვირდები, მაგრამ ეხლა არა ეს შემოდგომაზე ვიზამ ამას. აჯანყსანდალი ვიდეო გამომივიდა, რადგან რაღაც სტუმრიანობა მქონდა იმის ბაღში. გარდა მაგისა, მეზობლები საერთო ჭაბურღილს ვაკეთებთ დამატებითი წყლის წყაროსთვის, დამატებითი წყალი ვექონდეს და ამ საკითხებზე ვიკრიბებოდით, ხელოსნებს ვხვდებოდით, რაღაცა გადავდოდით, გადმოვდოდით. ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით ასეთი არეული ვიდეოსთვის. ისაც კი ჩავწერე, რომ ვაგრძელებ მის კეთებას, ბოსნის კეთებას, თუმცა აი ეს ეგრეთ წოდებული ბარგალკა ხის დისკით თურმე ყოფილა ძალიან საშიში. იავაწყვე ერთი გადავჭერი, მაგრამ შევეშვი, ხერხით გადავჭრი, ან რაღაცა სხვა რაღაცით. ამის გამკეთებელი მე არ ვარ. ამას სპეციალისტი ჭირდება, რომ დაიჭიროს ხელში ნორმალურად. ამჯერად დაგემშვიდობებით, კეთილი სურვილებით, თქვენი შაბათის მებაღე.